გვასალია ხობი და ანრი ხოზრევანიძე აჭარა. ხობელებს ეს ერთადერთი ფინალისტი ყავს და მათ უკვე აქვს ერთი ბრინჯაოს მედალი და კიდევ რამდენიმე კაცი იჭიდავებს ბრინჯაოსთვის. ანრი ხოზრევანიძე აჭარა. შემოდიან უკვე ჩვენი ფინალური დაპირისპირების მონაწილეები და ნახოთ ვინ უფრო უკეთესად არის მომზადებული. წითელი ფორმით ჭიდაობს დავით გვასალია ხობელი სპორტსმენი. ჯერჯერობით გვასალია გარკვეულ უპირატესობას ფლავს, თუმცა საჯმა ორივეს მოუწოდა აქტიურობისკენ. ან საჯი ხელნი ტაბლიაშვილი აქ ხმაც გვესმოდა მისი თავი ასეო მოუწოდა და ხოზრევანიძეს. თუმცა ახლა ისევ გვასალიას მოუწოდა აქტიურობისკენ. კი ბატონო, აქტიურად მიიჩნია საბოლოოდ ხოზრევანიძე და ერთი კულა მიიღო. მან გვასალია კი ხა დადგება ჩოგჯენში. ხოზრევანიძე შეტევაზე კარგად კი წავიდა, მაგრამ ჯერჯერობით თავსაც კარგად იცავს გვასალია და დატრიალებას ვერ ახერხებს. პრინცზე დატრიალებას ვერ ახერხებს და ვერც შეძლო ვერც მოახერხა საბოლოო ჯამში ეს ხოზრევანიძემ და ამ საჯმა დგომში გააგრძელებინა შეხვედრა. ის გარკვეულ უპირატესობას გვასალიას აძლევს მეორე ნახევრისთვის, თუმცა იქამდე რა ვიტყიდოთ 5 და 20 წამი დარჩენილი. ახაც თანაბარი ძალის მჭიდავეები არიან აშკარად. ამასობაში პირველი პერიოდის უკვე ბოლო წუთიც დაიწყო. ჯერ დრო საკმაოდ ბევრი არის, ხა თუ დროის გაყვანაზე ფიქრობენ, დრო საკმარისი არის. სხვა საკითხია, რომ შესაძლოა ძირითად ძალებს და ენერგიებს მეორე პერიოდისთვის ინახავენ და ამიტომ თითქოს რაღაც ესეთი ცოტა ისეთი ჭიდაობა, სადაც არც ერთი არ ცდილობს დიდი ძალებით შეუტიოს. ძალები მეორე ნახევარში გამოუდგებათ მათ. დაიწყო პირველი პერიოდის ბოლო წამები. 1-0 გახლავთ კლავაც ანგარიში ხოზრევანიძის სასარგებლოდ. ამ შეხვედრის დამთავრების გამალე გამარჯვებულის მოასწრებენ ვიწროდ 63 კილოგრამის წონური კატეგორიის ჩემპიონსა და პრიზიორებს რომეო ვერნიძეს აჭარა, გიორგი ჩიკაიძეს გარდაბა, საბას სულმანიძეს აჭარა, სოლტანე ბუკიას ხობი. დაიწყო მეორე პერიოდი
მაგ პატარა პაუზა ხელი მოუხდა მეტაკისთვის ხოზრევანიძეს. აი ხა მკვეთრად გაიზრდება ინტენსივობა აი ამ შებმის ჯერჯერობით არაფერი თვითონ ჯერ მოუწოდა მსაჯმა ორივე მხარეს აქტიურობისკენ. აი ხა ხოზრევანიძე ჩადგება როგორც ჩანს. შუქჯენში. ერთი ნახოთ რას იზამს ახლა დავით გვასალი ესედაც ეს ბოლოქულის წყალობით წინ არის ჯერჯერობით იქიმი მოითხოვა. ხობილს ერთი ფინალისტი ყავთ, როგორც გითხარით, სულ და ოღონდ ერთი ვინჯა უაქვთ კიდევ და კიდევ სამი კაცი იკიდებს ვინჯაოს მედლებისთვის. ალექსანდრია, თირქია და ჭიცაშვილი. დაამთავრა ექიმმა თავისი საქმე გვასალიას უწევდა იგი დახმარებას, სამედიცინო დახმარებას და 2 წუთი და 22 წამი. შეხვედრა გრძელდება უკვე ჩოგჯენში, სადაც ჩაყენებული გახლავთ ხოზრევანიძე. პირველიც და უშედეგო იყო, მეორეც წამოწია ვერ გადაატრიალა და მესამე და ალბათ მესამე ცოტა უკეთესი, მაგრამ ვერც ამ მდგომარეობიდან მოახერხა გვასალიან, თუმცა ისედაც წინა ბოლო ქულის წყალობით. 2 წუთი დაგვრჩა ზუსტად ამ თანაბარი ფინალის დასრულებამდე. ანგარიში კი 1-1 გახლავდა ბოლო ქულის დამსახურებით, ეს ანგარიში ნიშნავს გვასალიას მოგებას. თუმცა ჯერ დრო თითქმის 2 წუთი არის დარჩენილი და ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. აი ხა ხოზრევანიძე კარგად წავიდა შეტევაზე, უფრო აქტიური პოზიცია აქვს. ხო, ეს პოზიცია შეინარჩუნა და განაგრძო აქტივობა ჩოგჯენში გაუშვებენ. ქულის დაუკარგავათ ოღონდ გვასალიას და კიდევ ერთ ჩანს მიიღებს ხოზრევანიძე, თუმცა ჯერჯერობით ბრძოლა მდგომში გრძელდება, წუთი და 17. ალბათ უფრო აქტიურია ხოზრევანიძე, ბუნებრივია, ისეც უნდა იყოს. ახლა კისები დაუჭირა მეტოქეს და არაფერი გამოძრა ამ სიტუაციიდან გვასალია 1 წუთი. ბოლო წუთი დაიწყო, ანგარიში კი ისევ 1-1 გახლავთ. რაც გვასალიას აახლოებს ჩემპიონობასთან. 40 წამი. პრობლემა თვითონ ჯერჯერობით გვასალია დარჩა გასაზრდელებით 15 წამი ხა. ხალხიდან გაყვანა მოუნდომა მას ხოზრევანიძემ ვერ მოახერხა 10 წამი, ბოლო 10 წამია მორთაბძოლის. იგივე სტილობს ხა ხოზრევანიძე და თავად დავარდა თავისი ლეცეს უფრო მოსალოდნელია ხოლმე. გააპროტესტეს ხა აჭარელებმა, ოღონდ რა გააპროტესტეს ვერ ხვდები, წუთი და 6 წამია, დამოიწყო ილეთი და დახურა ზემოდან გვასალია ხდება ჩემპიონი აღაშკარა. აქ შეიძლება აჭარას იქნება აი ამ მომენტისთვის 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ვინჯაო, ხობს აქვს 1 ოქრო და ასრულეს მათ ფინალები. თავარ ფინალებში გამოსვლა 1 ხობელი იყო, რომელიც ახლა ჩემპიონად გამოცხადდება 1 წუთსა და 6 წამის შემდეგ. სუფთად რომ აქ ფერდობობაში აგერ ნახოთ აქ რა მოხდა. არაფერი, ნუ ხოზრევანიძემ დააპირა ხალხის კიდისკენ წაყვანა, გაყვანა, ის ვერ მოახერხა შემდეგ.
გდება სადა და დაუხურა ეს გდება აი ფეხი ხო არ იხმარა ვასალიამ აი ეს არის საეჭვო აქ როგორც ჩანს ისე რაღაც მგონი კი იყო ფეხით კონტაქტი ხო რო ყოფილიყო რა იქნება გაფრთხილებას მიიღებს ქულა გაფრთხილება თუ მიიღო მაშინ ხოზე ინძე მოიგებს ასე მარტივადაც არ ყოფილა საქმე ну ფეხი თუ იხმარა ეს ორი ქულა ნებისმიერ ვარიანტში გაუქმდება მაგრამ ისედაც წინავე ალექსანდრია დრო აღარ არის 5-6 წამია გადაგდო ვერ გეწყვით ხა ფეხი შეუყო და საჯებისთვისაც სული გადასაწყვეტია როგორც ხედავთ იქ 3-4 კაციანი საკმაოდ ხანს გაგრძელდა ეს განხილვა ამოიტანეს გადაწყვეტილება ორი ქულა ვასალიას და ერთი ალბათ გაფრთხილება მიიღო ხო 3-2-ია მოკლედ ანგარიში ერთ ქულა ვერ მივხვდი რაში მიიღო გაფრთხილება არ არის ხო რაში მიიღო არ ვიცი მაგრამ ნუ მოიგო ეხლა ვასალიამ 5-6 წამში სასწაული თუ არ მოახდინა არა რაღაც იბრძოლა დავით ვასალია ხობელი გახდა საქართველოს ჩემპიონი 23 წლამდელებში 77 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში